მოგესალმებით, თქვენ უსმენთ მღვდლის დიმიტრი ვეკუას პოდკასტს ვკითხულობთ საკვირაო სახარებას. ხვალ ტაძრებში იკითხება ლუკას სახარების მე-12 თავის 16:21 მუხლი. მოდით მოვისმინოთ ის. დაუთხრა მათ იგავი. ერთი მდიდარი კაცის ყანაში ზღვა მოსავალი მოვიდა. საგონებელში ჩავარდნილმა თქვა: რა ვქნა, სად წავიღო ამდენი მოსავალი? და გადაწყვიტა: აი რას ვიზამ, დავშლი ჩემს ბეღლებს, უფრო დიდებს ავაგებ და იქ შევინახავ მთელ ჩემს მოსავალს და სარჩოს აბადებელს. და ვეტყვი ჩემს სულს. სულო, მრავალი სიკეთე გაქვს დაგროვილი და მრავალი წლის სამყოფი. განისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე. უთხრა მას ღმერთმა: უგუნურო, ამაღამვე ამოგართმევენ სულს. ვისღა დარჩება შენი სარჩოს აბადებელი? ასე მოუვა ყველას, ვინც თავისთვის იხვეჭს სიმდიდრეს და არა ღმრთისათვის. დიდება შენ დაუფალო, დიდება შენ. ვის შეუძლია თქვას, რომ გააჩნია სულიერი ცხოვრების დიდი გამოცდილება და სრულად ესმის სულიერი ცხოვრების კანონები? ან ვის შეუძლია თქვას, რომ წარმართავს თავის ცხოვრებას, იღებს გადაწყვეტილებებს ამ სულიერ კანონთა შესაბამისად? რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები არსებობენ, მაგრამ მათი რიცხვი ძალიან მცირეა. ხოლო ჩვენ, დანარჩენები, მხოლოდღა მოწაფეები ვართ. ჩვენ მხოლოდ ვცდილობთ გავიგოთ და შევიცნოთ ეს კანონები. ვცდილობთ ვერწმუნოთ მათ. ვცდილობთ გავიგოთ თუ როგორ შევურწყათ ის ხილული სამყაროს კანონზომიერებებს. ამ გაგებით ჩვენ არაფრით განსხვავდებით ქრისტე მაცხოვრის უშუალო მსმენელებისგან. იგავები, რომლითაც უფალი მსმენელებს მიმართავდა, ერთი შეხედვით მიწიერია, ადამიანურია, მაგრამ მისი ბრძნული გააზრების შედეგად მიღებული გამოცდილება გონიერ არსებას, ადამიანს იძულებულს ხდის სამართლიანად ცნოს ის ცხოვრებისეული მაგალითები, რომელიც მაცხოვარს მოყავდა, ხოლო გარკვეული შემდგომი სულიერი ცხოვრების ეტაპებზე მიიღოს ის სულიერი საზრდო ჭეშმარიტების სახით, რომელსაც ეს იგავები შეიცავს. როგორც ტექსტში ვკითხულობთ, ერთი მდიდარი კაცის ყანაში ზღვა მოსავალი მოვიდა. ანუ ეს არის ბედნიერი შემთხვევა. მას წილად ხვდა ამ ქვეყნიური დიდი წარმატება. ძალიან ხშირად ასეთ შემთხვევაში ადამიანები ვარდებიან უზრუნველობაში, როგორც ეს მდიდარი, რომელმაც განიხარა მოულოდნელი წარმატებით და დაიწყო შორსმიმავალი გეგმების დალაგება. ერთადერთი მისი საზრუნავი და როგორც იტყვიან თავის ტკივილი იყო ის, თუ სად წაიღო მოულოდნელად მოწეული სიმდიდრე, რომელიც მასთან შექმნილმა ბედნიერმა გარემოებამ დაახვავა. ღვთისგან მისთვის მოცემულ მოსავალში ის მხოლოდ თავისი უჭირველი არსებობის გარანტიებს ხედავდა. მას არ ესმოდა, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი ეკუთვნის უფალს, რომ ჩვენ არ გვაქვს და არ შეიძლება გვქონდეს რაიმე საკუთარი, რაიმე დამსახურებული, რომელიც მუდამ ჩვენთან დარჩება. ყოველივე, რაც ხელთ გვხვდება, ყველაფერი, რასაც ჩვენ ყოველდღიურად მოვიხმართ, ეკუთვნის ღმერთს და ჩვენთვის დროებით განკარგვით არის მოცემული. ადრე თუ გვიან, ჩვენ დავემშვიდობებით აბსოლუტურად ყველა ჩვენს ნივთს, ყველა ჩვენს მონაგარს. ხოლო თუ როგორ მართეთ ღვთისგან ჩვენდამი მონიჭებული საკუთრება, ამისთვის ჩვენ მოგვიწევს პასუხისგება. მდიდარი შემოქმედის წინაშე სცოდავს იმითაც, რომ საკუთარ თავს მრავალი წლის სიცოცხლეს პირდება, როცა მომდევნო ღამესვე შეიძლება მოუწიოს ღვთის წინაშე წარდგომა. წმინდა იოანე ოქროპირი წერს: რაში გარგია ის სიკეთე, რომელსაც ბოროტებას მოახმარ და რომელიც ბოროტებას აღმოაცენებს? სულო, მრავალი სიკეთე გაქვს გაკეთებული, ეუბნება ის საკუთარ თავს, მაგრამ როგორ? მას არ აქვს სიმდიდრე, რამე თუ არ შეუძენია ჭეშმარიტი სიმდიდრე, არ გამოუძიებია ღმერთი, მას არ უფიქრია მარადიული ცხოვრების შესახებ, ის არ გარჯილა სასუფევლის შვება სიამეთა მოსაპოვებლად. რაც მას გააჩნია, განა შეიძლება იგი ჭეშმარიტ სიკეთედ ჩაითვალოს. მაშინ, როცა იგი სპობს, ანადგურებს მის დროებით და საუკუნო კეთილდღეობასაც. მაგრამ მას ამისთვის არ ყოფნიდა რწმენა. ის რწმენა, რომლითაც შეიძლება განსაზღვრო საკუთარი დამოკიდებულება სამყაროს შემოქმედ ღმერთზე. მისი შეცდომა ტრაგიკული აღმოჩნდა. ვეცადოთ არ გავიმეოროთ ის და გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები,
იმ სრულიად გამოუსადეგარ ქონებაზე, რომლის სხვისთვის გასაყოფათაც კი არ ვართ მზად.